ამბავმა, რომ თურმე ჩვენ როგორც სამოქალაქო საზოგადოება ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებლები ვართ. ეს არის ქვეყანა, რომელიც სულ რაღაცა რამდენიმე წლის წინ 2022 წელს ზეიმობდა ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებას და მაშინ მახსოვს 2022 წლის 20 ივნის 5-6,000 ბათუმელი და ბათუმის სტუმარი როგორ იდგა ერთმანეთის მხარდამხარ და ხელისუფლებას ძალიან სამართლიანად, კანონიერად, მშვიდობიანად კონსტიტუციური უფლებებიდან გამომდინარე თხოვდა მანამდე ამ სტატუსის მიღებამდე რომ არ ჩაეშალა ეს პროცესი. ჩვენ მაშინ გავიმარჯვეთ მაშინაც, როდესაც 2023 წელს ქართულ ოცნებას უკან დავახევინეთ და რუსული კანონი გავაწვევინეთ უკან. და ეს იყო თითოეული ადამიანის გულანთებული საქართველოს მოქალაქის დამსახურება. შემდგომ უკვე იწყება ის კოშმარული რეპრესიული პოლიტიკა, ძალმომრეობითი პოლიტიკა, რომელიც ანადგურეს ადამიანის უფლებას, ადამიანის ღირსებას, ქვეყნის ევროინტეგრაციას, მისწრაფებას და ამ ქვეყანაში თაობების მიერ შექმნილი პერსპექტივის განცდას. და დღეს 2025 წლის აპრილის დასასრულს ეს ქვეყანა ხდება ათეულობით პოლიტპატიმრებით, ხდება დაკავებული ჟურნალისტებით, ხდება ნაცემი შეურაცხყოფილი მოქალაქეებით და როცა შეურაცხყოფენ მოქალაქეებს, არა მხოლოდ კერძო მოქალაქეებს ვრცელდება ეს ცნებას შეურაცხყოფენ, როგორც მოქალაქის ცნებას, რომელიც პრაქტიკულად ფუნდამენტია დემოკრატიის. დემოკრატიის ფუნდამენტია დამოუკიდებელი მედია, რომელიც იცავს ნებისმიერი ადამიანის უფლებას. და არ შემიძლია ვთქვა, რომ დიახ ბათუმი იყო ერთ-ერთი ქალაქი, რომელმაც დაარწია თავის დროზე დემოკრატიული მედიის, თავისუფალი მედიის, როგორც ის უნდა იყოს ამგვარი მედიის აკვანი ამ ქვეყანაში 25 წლის წინ, როდესაც დაფუძნდა ბათუმელები, დააფუძნა მზია ამაღლობელმა, რომელიც დღეს არის პოლიტიკური პატიმარი. ეს აქცია არ არის ბათუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებული აქცია, ეს არის კონკრეტულად გაზეთ ბათუმელების მიერ ორგანიზებული აქცია. როგორც ერთგვარი შემოძახილი გამხნევება საკუთარი თავის, გამხნევება მზია ამაღლობლის და სხვა პოლიტიკური პატიმრების და შეხსენება დანარჩენი საზოგადოებისთვის, ალბათ შემიძლია ეს ვთქვა, რომ დემოკრატია და დამოუკიდებელი სიტყვა მხოლოდ ამ რედაქციის დასაცავი არ არის. რომ პოლიტიკური პატიმრები მხოლოდ ამ პატიმრების ოჯახის წევრებს არ ყავთ. პოლიტიკური პატიმრები ყავს ქვეყანას, სახელმწიფოს და ხვალ და ზეგ პოლიტიკური პატიმრების რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება, თუ ჩვენ გავაგრძელებთ ამგვარად რეაგირებას, ამგვარად სათქმელის მიტანას თუნდაც იმ ადამიანებამდე, რომლებიც ვდგავართ 140 დღემდე, თუ მეტი არ მეშლება 150 დღე, ხო? და არ ვიცი, მართლა ძალიან მომეწონა ის წარწერა, რომ ვინ გამოავლეს დეპუტატის თუ არა მედია. მედიას როდესაც მოაშთობენ საბოლოოდ რისიც გაკეთებაც უნდათ. დამოუკიდებელ ჟურნალისტებს როცა ჩასვამენ ციხეში, სხვა ამბავს ამ ქვეყანაში დაპატიმრებების შესახებ ვერ გავიგებთ, იმიტომ რომ არ დარჩება ადამიანი, რომელიც ამას გააშუქებს და მიიტანს საკუთარ აუდიტორიამდე. და სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაში გარკვეულ ნაწილში ამის გაცნობიერება ჭირს, რომ რატომ არის მედია დასაცავი. ისედაც გამიგრძელდა სიტყვა ციალასმინდა გადავწე სიტყვა, მაგრამ აქ გამოვლენ ადამიანები, რომლებიც წლებია ძალიან დიდი ხანია იბრძვიან ამ ქვეყანაში დემოკრატიული ფუნდამენტური უფლებების და ფუნდამენტური პრინციპების დასამყარებლად და ეს ფუნდამენტი ჩვენ გვერდდება. პრაქტიკულად პერსპექტივის გარეშე ვტოვებენ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი შემოძახილი კონსოლიდაცია, ერთმანეთის მხარდამჭერა გავაგრძელოთ, რაც არ უნდა მძიმე მდგომარეობაში ვგრძნობდეთ თავს და ვიცით ყველამ, რომ არ არის მარტივი, არ არის არც მენტალურად, არც ადმინისტრაციულად, არც ორგანიზაციულად, ყველა კარი, ყველა წყარო, ყველა ნორმალური, მშვიდობიანი მეთოდი არის პრაქტიკულად განადგურებული, რომ სამოქალაქო საზოგადოება მიარსებოს ამ ქვეყანაში, მაგრამ ეს არის მავანთა სურვილი. ჩვენ ვართ იმისთვის, იმიტომ
გვაქვს საქართველოს მოქალაქეობა, იმიტომ ქვია მოქალაქეები, იმიტომ გვაქვს პრეტენზია, რომ სამოქალაქო საზოგადოება გვერდას, რომ ეს არ დაუშვათ. მადლობას არ გადაგიხდით, პირველად ხდება, რომ აქციაზე მოსულ ადამიანებს არ გადავუხდი, მადლობას, იმიტომ რომ ჩვენი ვალი აქ ვიდგეთ, იმდენი ხანი და იმდენჯერ ამდენი ხანის დაგვჭირდება. მადლობას არც მე გადავიხდი, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ მიხარია თითოეულ თქვენგანით აქ ყოფნა, იმიტომ რომ